რუსეთი ღმერთმა დაულოს ამერიკა, ტრამპი, მასკი. მე რა შევეთანხმები ხა პუტინს? დამაცადე. რუსეთს მოღალატე. ეს სანქციები არის სანერვიულო ზუსტად ქართული ოცნების ელიტისთვის. ზურაბიშვილი თავის განათლების მიუხედავად ერთ-ერთი რო დაждდეს ყაველაშვილთან. ლიბერალიზმი და ფაშიზმი არისო ასე იგივე როგორც მაგალითად კომუნიზმი და ნაციზმი არისო ერთმანეთში. ამიტომ ამას არ ვთანხმდებით ესე იგი. ნაციას. ასეც არის. კი ბატონო. ერთადერთი მოსამართლე აღმოჩნდა და ისიც ნაცი არის, ხო? მე ვფიქრობ ივანიშვილს ეს ესმის და მაგიტო არის ელმატადორი. გასაგებია, კარგი. მე მგონი გვაქვს შანსი რომ კიდე დავუმატოთ თურქები. ვარ შეიძლება იცვა სტარტაპერი, ვაპირებ ვიყო ბიზნესით დავკავდე ვაპირებ, ვიშოვე ბევრი ფული და მე ოდესღაც იმედია ოლიგარქადაც მოგევლინებით. სხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის თქმა მინდა რომ ფული არ ძალიან მნიშვნელოვანი და მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვანიჭებდი იმ ღირებლებას, რაც აღმოჩნდა რომ რეალურად გააჩნია. ხო იცით, ვინც იხდის ფულს, სიმღერას ის უკვეთავს. რუსული კანონის პარალელურად მივხვდი მაგას, რომ ჯერ იყო ფული, მერე იყო სიტყვა. ბიბლიაში არასწორად არის მგონი. ვარ საზოგადოებრივი გეოგრაფიის, ასე ვთქვათ, ბაკალავრი, უნივერსიტეტ TSU-ში ავიღე ეს ბაკალავრი და ალტერბრიში ვარ სტრატეგიული კომუნიკაციის მაგისტრი, რომელსაც მოვიპოვებ აი ამ წელს. დიახ და ვაპირებ რომ დიდი ალბათობით გავაგრძელო დოქტორანტურაც ისევ TSU-ში დავუბრუნდე ამ უნივერსიტეტს, მიზიდავ ზოგადად აკადემიური ცხოვრება, მაგრამ ზუსტად გადაწყვეტილი არაფერი მაქვს, უბრალოდ განვიხილო. 2012 წლიდან ვიყავი განწყობილი ოპოზიციურად, თუმცა რუსული კანონების აქციების პარალელურად შევიცვალე პოლიტიკური ხედვა, მე გავხდი ხელისუფლების ხარდამჭერი, მე არ ვფიქრობ, რომ იდეალურია ხელისუფლება, თუმცა უალტერნატივოა დღეს იმ ღირებულებებიდან გამომდინარე, რაც რეალურად აღმოჩნდა, რომ გამაჩნია, ვინაიდან ძალიან ბევრი ფარისევლობა დავინახე არა მარტო ოპოზიციაში, NGO სექტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხალხს ძალიან ეშინია ნაცების, კოლექტიური ნაცმოძრაობის, მაგრამ ნაცმოძრაობა ვერ მოდის ხელისუფლებაში და არ აქვს ამის რესურსი, მაგრამ ძალიან დიდი ხანია NGO სექტორი არის სამოქალაქო სექტორში და წამლავს ჩემი აზრით სამოქალაქო სექტორს. 13 წლის ვიყავი, როდესაც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა არჩევნებში, იქიდან მოყოლებული, ასე ვთქვათ, მუდმივად ვიყავი დაინტერესებული პოლიტიკით. და შეიძლება ითქვას, რაღაც დონემდე ვემხრობოდი კიდევაც ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პარტიას. 2020 წლამდე მაინც. შემდეგ უკვე შემეცვალა რადიკალურად ბევრი მიზეზის გამო ჩემი პოლიტიკური შეხედულებები, განსაკუთრებით კი დარწმუნე ყველაფერში 2021 წლიდან. და იმის შემდეგ უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ხდები ყველა მხრივ, ყველა ასპექტში, რაც არ უნდა იყოს, არა მარტო გეოპოლიტიკურში, ასევე ეკონომიკურში, სოციალური განათლება, არმია, ყველაფერი, ამიტომაც რამ გამოიწვია, ეს იქნება ალბათ თვითონ შიდა პოლიტიკა. ნაცქოსობა სულ იქნება ჩვენ ქვეყანაში და მე არ მჯერა მრავალპარტიულობა არის ქაოსი, რეალურად ნებისმიერი საკითხი დაიყვანება ორ არჩევანზე. აი უცბად ვიტყვი ნაცსა და ქოს შორის რა განსხვავება. ხო არის წესი, რომ თუ ადამიანი უახლოვდება სამხედრო ბაზას, ადამიანი ვინც კურირებს იქ და იცავს ამ ბაზას, ვალდებულია ესროლოს გაფრთხილების შემდგომ, ხო? დაუშვათ მოიწამლნენ ადამიანები რაღაცა ინფორმაცია გავრცელდა და ჯარისკაცები და ვიღაც დედა მოდის იქ ასკიანი, ხო? და ნაცი დაუყვირებდა რამდენჯერმე სამჯერ შეჩერდით და თუ არ შეჩერდებოდა ესროდა. ქოცი არც ერთ შემთხვევაში არ ესროდა, ჩავიდოდა და გაიყვანდა, გაარიდებდა გზას. ანუ კანონი არის ესეთი მესმის, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორი და სახელმწიფოებრიობა არ უნდა აღვქვათ როგორც რაღაც რობოტული რამ, რაც წინა რეჟიმს ახასიათებდა რა. ადამიანური ფაქტორი უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ და უფრო მეტად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ნეოქოსებმა ყოველ შემთხვევაში სამშობლო უფრო მეტად გვიყვარს ვიდრე სახელმწიფო. თუმცა ნეოქოსი უფრო მეტად არის ქოსი ვიდრე ნაცი, მაგრამ აქვს რაღაცები ნაცური და ნეონაცსაც უფრო მეტად არის ნაცი, მაგრამ აქვს რაღაცები ქოსური. ანუ უფრო მეტად დავახლოვდებით საზოგადოება, მაგრამ ვიქნებით განსხვავებულები. პოლიტიკოსი საყვარელი. შეიძლება ითქვას, არ ვიცი, შეიძლება ითქვას თუ არა პოლიტიკასაც განვიხილოთ, მაგრამ მე რა პოსტავა თანამედროვე ისტორიაში.
ბოლო 33 წლის განმავლობაში რა თქმა უნდა თანამედროვე, ასე რომ კი მერაბ კოსტავა იქნება ჩემთვის ფავორიტი პოლიტიკოსი. მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ეგორი არიან საუკეთესოები. თუმცა სააკაშვილს ვამბობ პრაიმში, როცა იყო დღეს ხო. ცოტა ისე არის საქმე. დისკუსია მექნება ჩემ სკოლის ასაკიდან გაცნობილ მეგობართან, ჩემ ერთ-ერთ უახლოეს საუკეთესო მეგობართან, გიორგისთან, ერთმანეთი გავიცადეთ მე-7 კლასში და იმის შემდეგ უამრავი საერთო რახან გამოვნახეთ, ერთ-ერთი მათგანი პოლიტიკაც არის, გადავწყვიტეთ, რომ ვცადოთ ვედი ასე ვთქვათ და მოვიდეთ ასეთ პლატფორმაზე, სადაც ჩვენი ინტერესები გვაქვს და ვილაპარაკოთ ჩვენი ინტერესებზე, რას ვფიქრობთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი წლებია, ვფიქრობთ ამ ყველაფერზე წლებია. გიორგიც კოვიდის დროს ჩაერთვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში მანამდე არც იყო ეგეთი დაინტერესებული, ასე რომ ხო საუკეთესო მეგობართან შეიძლება ითქვას, მოვედი აქ. სანდრო? სანდრო არის არ ვიცი, ბავშვობიდან ვიცნობ და ყოველთვის ქონდა რაღაც ვიზუალურადაც ხო არის მაღალი, რაღაც ყოველთვის ძალიან ჭკვიანია, მაგრამ მაინც ყოველთვის უფრო იმაზე ჭკვიანი შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის ვიდრე იყო იმის მიხედვით, რომ რეალურადაც ძალიან ჭკვიანია, ეს ვიზუალი აქვს და ეს მანერები ძალიან ვამაყობ ჩემი თითოეული მეგობრით, სანდროთი ასევე ძალიან, იმიტომ რომ ეხა მე ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი. რეალურად ყველანი ვიყავით, მაგრამ მე ნაწილმა შევიცვალეთ აზრი. და სანდროს აღმოაჩნდა ის გამბედაობა გამოცდილების მიუხედავად, რომ გამომყოლდა ამ პროექტში. მონაწილეებს ურიგდებათ 16 ბარათი. თითო ბარათში თითო თემაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეები რომელიმე საკითხზე თანხმდებიან, სიმბოლურად ერთმანეთს ყვითელ ან თეთრ ბურთს გადასცემენ. გამარჯობა სანდრო, გამარჯობა. გამარჯობათ. სანდეთ. მოკლედ, მე როგორც მახსოვს წინა გადაცემას უყურე ისენ და ავრიოთ რა. დიახ. მაგრამ ეხავე მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ არ აგარევინებთ. და ისა რა ქვია, შეგვიძლია ისევ ქრონოლოგიურად მოყვეთ, ამოვწიოთ საკითხი და ვინ დაიწყოს პირველი, ჯეირანი თუ ნაგავწყვდოთ თუ. კი ბატონო, ერთამდე იყოს. ტი. იწყებს სანდრო. ლიბერალური ფაშიზმი. შეიძლება დაიწყო. სანდრო, მახსოვს მე და შენ გვქონდა დიალოგი ამაზე და შენ ამბობდი, რომ ლიბერალიზმი საერთოდ სხვა რამეა, ფაშიზმი საერთოდ სხვა რამეა და იმაზე გამოხული ყურადღება, რომ იმდან პარადოქსულია, რომ ეს აზრი საერთოდ არ ქმნისო. დიახ. მე ჩაგისწორებ სანდრო, სწორედაც რომ ეს არის პარადოქსული და ის პრობლემა, რასაც ეს ტერმინი უსვამს, ხაზს ასევე პარადოქსულია. იმიტომ რომ ლიბერალიზმი თავის თავში მოიცავს ტოლერანტობას, მე როგორც მესმოდა ბავშვობიდან, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ასე შემდეგ და ის კონკრეტული ლიბერალები ბჭყალებში, left wing ლუნატიკები, როგორც ბატონი ტრამპი იტყოდა, რეალურად იქცევიან როგორც ფაშისტები. უპირატესია მათი აზრი მხოლოდ და დაკავებლები არიან ბულინგით და მათი მოგონილია cancel კულტურა სამოქალაქო სექტორში, რომ ადამიანებს, რომლებიც ვართ სოციალური ცხოველები, ალბათ ამ თანხმები, რამდენად დიდი გავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებას ჩვენში, ბუნებრივად ექნებათ შიში, რომ აგერ მე ადრეც აღმინიშნავს ჩემ პოდკასტებში, რომ ჩვენ ვიცნობთ ადამიანს, რომელიც ზოგჯერ თავს იკავებს იყოს ობიექტური, ლუკას გულისხმობ, იმიტომ რომ ვიღაცებს განსაკუთრებით მდედრობით სქესის წარმოადგენელ გოგონებს ფიქრობს, რომ არ მოეწონებათ, ამიტომ ლიბერალური ფაშიზმი ძალიან სწორად უსვავს ხაზს იმ პრობლემას, რაც არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც NGO სექტორის საშუალებით და ზოგიერთი ოპოზიციური ან სახელმწიფო ქვეყანას გააჩნია მედიის საშუალებით, ჩემი აზრით deep state-ი ახორციელებს. რატომ უსვავ ხაზს deep state-ს? იმიტომ რომ ხელწერა ყველა ქვეყანაში არის ერთნაირი. და როდესაც ხელწერა ამდენად ერთნაირია, გეოგრაფიულად ასეთ დაშორებულ სივრცეებში, ქვეყანებში და ადგილებში, მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ეს ყველა იდეა, რომელიც ჩემი აზრით ბუნებრივად არ წარმოიშვა, მაგალითად ის, რომ უცბად ვიტყვი ამასაც, რომ ბაღებში რომ შედის სექსუალური განათლება და საპირფარო შოუებში მინესოტაში რომ
ბავშვების საპირფარეში სკოლის მოსწავლეების რო ტამპონები შეიტანეს, ეს ბუნებრივად ადამიანებში შეუძლებელია წარმოშობილიყო, ამის მიღმა დგას სერიოზული დაფინანსება, სერიოზული ხალხი დგას და ამ წყაროს არსებობის ბჯერა. როგორ და რა ფორმის, ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, ამაზეც ძალიან კარგი ვარაუდები გვაქვს, მაგრამ რომ არსებობს, ეს არის ცალსახადად ჩვენ ამას ვეძახით deep states. კი ბატონო, ლიბერალური ფაშიზმი ზოგადად ძალიან საინტერესო ტერმინი არის. არეულია ორი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია ერთმანეთში. თუ გვინდა რომ რაღაც დავახასიათოთ როგორც ფაშიზმი და ადვილი არ არის ჯერ ესეთი დახასიათება ფაშიზმს დღეს ხალხი უწოდებს ყველაფერს იმას რაც არ მოწონს. შეიძლება იყოს მაღალი ფასი მაგალითად რაღაც 1 კილოგრამ კარტოფილსა და ეს ფაშიზმად მიაჩნდეს ზოგიერთს. მაგრამ ლიბერალიზმი და ფაშიზმი არისო ასე იგივეა როგორც მაგალითად კომუნიზმი და ნაციზმი არისო ერთმანეთში. აი კომუნისტური ნაციზმი დაუძახო რაღაცა სხვა, აი ლოგიკაში ვერ ჩდება, ოქსიმორონია, რასაც შეიძლება დაუძახო, ამიტომაც შევინარჩუნებ მე იდეოლოგიაზე ამ წარმოდგენას, რომ რამე თუ არ მოგწონს, შეგიძლია დაუძახო მას ფაშიზმი, კომუნიზმი, ნაციზმი, რაღაც ავტორიტარიზმი, რაც არ უნდა იზმი იყოს, დაუძახო უარყოფითი, მაგრამ ამაში ნუგარე ლიბერალიზმს, რადგან თუ რაღაც ეს ქმედება სახელმწიფოსგან არის მიუღებელი, ესე იგი შენთვის ლიბერალიზმი აღარ არის. ლიბერალიზმი ზოგადად ნიშნავს სახელმწიფოს ნაკლებ ჩარევას ქვეყნის მართვაში, ამიტომაც დაუძახი იმას არამედ რაღაც ლიბერალიზმი, არამედ რაღაც, რაც იქნება ფაშიზმი. შენ ხო ხვდები ჩვენ რას ვგულისხმობთ, როცა ამას ვიძახით და ახლა ტერმინზე გეთანხმები, რომ საკამათოა, მაგრამ მოდი ვთქვათ, უშუალოდ აი ამ პრობლემაზე, რასაც ჩვენ ახვწერთ როგორც ლიბერალური ფაშიზმი, უშუალოდ მაგ პრობლემას შენ ხედავ თუ არა? თუნდაც აქციის მონაწილეებში, თუნდაც დღეს ოპოზიციურად, რადიკალურად ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში, აი ამ cancel კულტურას გულისხმობ, bullying-ს, ერთი ჩემი ძმის მეგობარი მიყვებოდა იმ დღეს სათვალების მაღაზიაში მუშაობს. ჩემ თანამშრომელთან მოვიდა დაქალიო და მკითხაო აქციებზე დავდივარ თუ არაო. მე ვუთხარი რომ არაო და დამიწყო იქ მოღალატე ხარო, ისაო, ესაო, ნუ ძალიან აღშფოთდი ამის მოსმენისას, ეს არ არის სწორი, ხო შეიძლება. რა თქმა უნდა, აი ამ პრობლემას ხედავ თუ არა? რა თქმა უნდა, პრობლემა არის. მეც ქონია ჩემი დისთვისაც უთქვამთ სამწუხაროდ ოჯახის წევრებს, რომ თურმე ის არის რადიკალი და ცდილობს არიოს ყველაფერი და ესეც ბულინგია ჩემი აზრით. ზოგადად ბულინგი ანუ ჩაგვრა ქართულად არ არის ისეთი ადვილად წამოსასროლი სიტყვა. ეს ჩაგვრა არის რაღაც წნეხში ადამიანის ყოფნა. ეს ყველაფერი რაც ითქვა არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, შეიძლება შეურაცხყოფელიც, მაგრამ ჩაგვრას ვერ დავარქვევ. ეს არის აზრის გამოხატვა, როგორც მაგალითად ჩემი დის წინააღმდეგ აქ ამ ზოგიერთ პრო-ქართულოცნების ადამიანს გამოხატოს თავისი აზრი და თქვას ასეთი მძიმე სიტყვები, ისევე აქ ოპოზიციური განწყობილ ადამიანს თქვას ეს. ეს არის ჩემი აზრით სიტყვის თავისუფლება. გეთანხმები აბსოლუტურად და მე ვფიქრობ სამართლებრივად არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაუწესდეს ადამიანს იმის გამო, რაც ჩვენ ბულინგს ვუძახით, მოსულა კი ბატონო, მაგრამ შენი აზრით ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან და რადიკალურად ოპოზიციურად განწყობილ ხალხის მხრიდან, ორივე მხრიდან არის ერთმანეთს ლანძღვა და შემდეგ, მაგრამ ხელწერა აბსოლუტურად ერთნაირია შენთვის. ხელწერა ძალიან განსხვავებულია, რადგან ინდივიდები განსხვავდებით. რა თქმა უნდა, მე არ დავიწყებ ახლა მაგალითად ქართული ოცნების სამორჩევლის მიმართ რაღაც ლანძღვას, გინებას და არ მივწერ მაგალითად სოციალურ მედიაში პირადში, რომ ესეთი და ესეთი ხარ, მაგას არ ვიზამ. ბევრი არ აკეთებს ეგრე მომიტინგეები, რომლებიც დადიან, მაგას 100 წელი არის ამს. ასევე არიან ისეთები, რომლებიც იზამენ. არიან ისეთი ქართული ოცნების სამორჩეველი, რომელიც 100 წელი არ იკადრებს და მომიტინგეებს მაგალითად რაღაც სატანისს არ დაუძახებს და რაღაც სისულელებს, ხო? არიან ისეთებიც, რომლებიც დაუძახებენ ასე რომ ინდივიდზე დაკავს ეს უფრო ინდივიდზე, იმიტომ რომ ეგ ვართ ჩვენ ინდივიდები ვართ. მაგრამ კი ბატონო, აი ხელმძღვანელობისგან რაც მოდის, ნუ ამ შემთხვევაში თქვათ, რომ მონაწილებისგან, ანუ აქციის მონაწილეები არა, უბრალოდ ლიდერები აქციების ვინც არიან ინჯეუშნიკები და მათი კამპანიები რა და ასევე მოდი ვთქვათ სახელმწიფო მხარე, იმიტომ რომ სამოქალაქო სექტორში ინჯეუშნიკებს და ზოგადად ინჯეო სექტორს ჩემი აზრით კონკურენტი არ ყავთ სამწუხაროდ. მაგრამ ეს გამოსწორდება ბუნებრივად ხელისუფლების გარეშე და ქართული ოცნების გარეშე. მაგრამ უშუალოდ მათი თუნდაც მუსაბუზალაძეს მიმართ რაც ხდება მათი ჯგუფში და ამიტომაში რომ უგზავნიან გრემის წერილებს მასობრივად რომ არ მიიღონ და ამ შემდეგ ანუ უშუალოდ ხელმძღვანელობიდან ოცნებიდან უფრო მოდის იმის წახალისება რომ ანუ ეს რაღაც ბულინგი გაღვივდეს თუ ენჯეუშნიკებისგან ანუ ეს ორი რო შეადარო რომელი უფრო შევადარებ ექსტრემისტია მე ვიტყოდი
რომ რამდენადაც არასასიამოვნო უნდა იყოს, ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ორგანიზებული არის ეს ყველაფერი. არც ოპოზიციიდან მოდის რაღაც დირექტივები, რომ მოდით აი ეს გოგო ასეთი რაღაცები უთხარით ამაზე და გააგზავნოთ. პირდაპირ არ მოდის, პირდაპირ არ მოდის, მაგრამ 24/7-ზე რუსეთის მონა, რუსეთმე მოღალატე და ასე შემდეგ. შეიძლება პირდაპირ არ ეუბნებიან ამას, მაგრამ ხალხში იმხელა პანიკას თესავენ, რომ ბუნებრივად ჩნდება შემდგომ მაგის სრული, რომ საბუზღალძესნაირ ადამიანს გავსად დავსრულებთ, ხო. კი, მეუღებელია კი არა ბუზღალძე მაინც ბევრ ამას არ წარმოადგენს ჩემთვის, მაგრამ ხო არც სუპერსტარია ძალიან მაგარი გოგო. მაგრამ ხო, არც დირექტივა მოდის რაღაც NGO-დან, არც არაფერი ეს არის თვითონ ჩვეულებრივი მოქალაქეების, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა, მზაობა, როგორც მაგალითად არიან პრო-ქართული ოცნების მთავრობის მიერ შექმნილი ჯგუფი, პრო-ქართული ოცნების მთავრობის მხარდამჭერების მიერ შექმნილი ჯგუფი, როგორც პრო-ქართულს რო ამოტებ. ხო, ქართული ოცნების. ანუ ამაზე არ თახვდებით, რომ ლიბერალური ფაშიზმი არსებობს და ამას აქვს ერთი წყარო, მე რასაც ვეძახი deep state-ს. ვიტყვი და მორჩეთ შეგვიძლია და გადავიდეთ შემდეგზე. არა, ვერ თახვდებით, რადგან ეს არის ალოგიკური ბრალდება და უბრალოდ რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიის გაშევებას ემსახურება, მეტი არაფერი. მოდი ამოვიღოთ. ჩემი მხრიდან. გლობალური ომის და ბოლოს ტყვას არ ვასახელებ. ბოლო 6 ასოს არ ვასახელებ. გლობალური ომის რა უნდა იყოს? გლობალური ომის პარტია. სანდრო, წინაზე მე დავიწყე, ახლა შენ დაიწყე გლობალური ომის პარტიაზე, რას ფიქრობ? რა არის? ძალიან საინტერესო მოვლენაა სხვადასხვა როგორც ქართული ოცნება იყენებს ამ გლობალური ომის პარტიას როგორც მტრის ხატს. ჯერ ერთ ეს გლობალური ომის პარტიის ფენომენი წამოვიდა ძალიან ახლახანს. აქამდე არავის ახსოვდა როგორც ჩანს. ახსოვდათ, მაგრამ არ ამბობ. ხო, რაც დიპლომატიური მაგათი ნაწილი არიან. დიპლომატიური მიზეზებისგან გამომდინარე. ხო, ეს არის ჩემი აზრით, რომ სჯეროდეთ და ვიტყვი რომ არ სჯერათ ამ გლობალური ომის პარტიის, რაც ჩემი აზრით სისულელეა, ეს არის უბრალოდ ორი რამე. ორი რამე შეიძლება იყოს განპირობებული აი ამით. ეს არის ყურადღების გადატანა ნამდვილი პრობლემიდან და მტრის ხატის შექმნა და მეორე, ასე ვთქვათ, წარმოაჩინონ რაღაც მესამე მხარე, გადაიტანონ მთავარი მტრიდან სხვა წარმოსახვით მტერზე ყურადღება და ამით შეინარჩუნოს ქართულმა ოცნებამ ძალაუფლება. რომ თქვას რაღაც ზეფენომენალურს ებრძვის თურმე ეს პატარა ქვეყნის თითქმის არარელევანტური უკვე პოლიტიკური პარტია და ამითი დაარწმუნოს თავისი ამორჩეული, რომ თურმე ესენი არიან გადამრჩენელები ქვეყნის და თურმე ეს რაღაც კაბალურ, ასე ვთქვათ, ორგანიზაციასთან ქონიათ ჯახი, რაც სრული სისულელეა. ან პროპაგანდისტვისა, ან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. კი ბატონო. ყურადღების გადატანას რაც ეხება რეალურად ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში. მაგრამ ჩემი აზრით ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, სამწუხაროდ სამოქალაქო სექტორში კიდევ ერთხელ ვიტყვი, NGO სექტორს აქვს დაპყრობილი და ფეხზე აქვს წამოცმული მთელი ქვეყანა მაგ კუთხით სამწუხაროდ. და მე ვფიქრობ, რომ რეალურ პრობლემებზე თუ ვინმეს უნდა და მართლა გაემახვილებინა ყურადღება. უნდა ყოფილიყვნენ ესენი. და როდესაც რეალურ პრობლემებზე გაამახვილებდნენ ყურადღებას და არ დაიწყებდნენ, რომ ივანიშვილი უნდა გაიქცეს მოსკოვში და ასე შემდეგ და ჩემი აზრით deep state არსებობს, გლობალური ომის პარტია, ქართულმა ოცნებამ ეს ორი გამოყო და ამას წავხსნი რამ ხრივ გამოყვეს. ეს არსებობს და კი ბატონო მე მესმის რომ ვიღაცებისთვის დღემდე კონსპირაცია. მაგრამ მე შეგახსენებთ რომ უფრო დიდი კონსპირაცია ის რომ ივანიშვილი არის პუტინის მარიონეტი. მე არ ვფიქრობ რომ პირდაპირ კომუნიკაცია არის მათ შორის, მე არ გამოვიცხავ რა თქმა უნდა რომ სპეცსამსახურებთან ქონდა თავის დროზე ივანიშვილის კავშირი, არ გამოვიცხავ ქვედა ეშელონების საშუალებით დღესაც იყოს რაღაც კავშირი, იმიტომ რომ ჩვენ თამაზ გინტურის ამბავი რომელიც არ დღემდე ვერ მომინელებია ძალიან მწუხარად მოხდა და მე ვფიქრობ რაღაცა ფორმით დამნაშავეები უნდა დაისაჯონ მომავალში. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი რესურსი მექნება. თუ ვინმეს აქვს სურვილი ქვეყანაში ომი დაიწყოს და მაგალითად რაღაც პროვოკაციები მოაწყოს ეგრეთ წოდებულ საზღვარზე,
ამისთვის რაღაც ტიპის ქვედაეშელონებში კავშირი რო არსებობდეს თუნდაც რუსულ სამსახურებთან ამას არ გამოურიცხავდა რეალურად მივესალმები კიდეს რო არ მოგატყუოთ მაგრამ ივანიშვილს აბსოლუტური რესურსი აქვს რომ იყოს დამოუკიდებელი და მიიღოს დამოუკიდებლად გაწყვეტილება თუმცა ქვეყანას არ აქვს ამის რესურსი ქვეყანა რუსეთზეც იქნება დამოუკიდებელი ამერიკაზეც დასავლეთზე ევროპაზე და ჩინეთზეც გარკვეულ კუთხით ამ მხრივ არის შეზღუდული ივანიშვილი რამდენადაც ქვეყანა შეზღუდული ეს ერთი. ამიტომ ხო, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, კი ბატონო, ხელისუფლება ყოველთვის ეცდება მაგას, მაგრამ ოპოზიციის დანაშაული მგონია ის, რომ რეალურ პრობლემებზე არ מחულდება ყურადღება. რაც შეეხება Deep State და Global Romance პარტიას, Global Romance პარტიაში მოისაზრებიან ჯორჯ სოროსი, თუნდაც Bill Gates, რომელიც 300 მილიონზე მეტი ჩადო მედიაში, არა კონკრეტულ ერთ მედიაში, ბევრ მედიაში, დასავლურ მედიას გულისხმობს CNN-ი, SNBC და ასე შემდეგ და როგორი ვოუქები იყვნენ, ახლა ნელ-ნელა იცვლება ყველაფერი ღმერთმა დაულოს ამერიკა, ტრამპი, მასკი, ბობი კენედი და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი იცვლება დღეს, მაგრამ 300 მილიონს რო დებ, პუტინმა თქვა და ძალიან ბევრი აცრილია ამაზე, რახან პუტინი ბავშვებს კლავს, თითქოს და ლიდერები იმპერიების ასე იქცევიან სამწუხაროდ, მაგრამ ხშირად ამბობს ეს რაღაც, რაც შეიძლება დაეთანხმო. მე რა შევეთანხმები ხა პუტინს? პუტინმა თქვა, ვინც იხდის ფულს სიმღერას ის უკვეთავს და მე არ მჯერა რომ 300 მილიონზე მეც ვიხდი მედიაში, შენ იქ გავლენა არ გაქვს არანაირი სარედაქციო პოლიტიკაზე და ჩვენ ხედავთ დასავლური მედიის ნარატივები რამდენად ერთიერთია ერთმანეთთან. Hive Minds ეძახიან ამას. ლარი ფინკი ხო BlackRock-ის CEO BlackRock-მა ძალიან ბევრი ხეირა უკრაინაში ომით, იქ კორონასთან დაკავშირებითაც ხო არიან პირები და Deep State-ს რაც შეეხება Deep State-ი არის უშუალოდ ჯო ვილსონის-ნაირი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ თანამდებობებს იკავებენ, როგორც იყო ჩემი აზრით, გახარია რომელსაც ჰქონდა კავშირი პომპეოსთან და გახარია იყო დასავლეთისთვის იდეაში იმის გარანტი, რომ ერთპიროვნული მართლობა ქვეყანაში არ არის, ზურაბიშვილიც იყო მაგის გარანტი, რომ დასავლურ კურს ქვეყანა არ იცვლის და ამ შემდეგ მე მგონია გაგორებული კოჭი ივანიშვილის მიერ დასავლეთისთვის, რომ ამის დასტურებლა, რომ ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ დასავლეთში ინტეგრაციას და მე არ ვმართავ ყველაფერს. სამწუხაროდ ძალიან ბოროტულად ეს ორივე ფიგურა მისივე წინააღმდეგ გამოიყენეს. გეგმამ არ გაამართლა და Deep State Global Romance პარტია რომ იცოდეს ქართული ენა მიხვდებოდნენ რატო ვერ გაამართლა. არიციან ქართული ენა მათ, რაც ძალიან კარგია ჩემი აზრით, ჩვენ ენამ ძალიან დაგვიცვა, რომ მოისმინონ მაგათი დიალოგები და ამ შემდეგ და ყველაფერი და ქართული კაცის ბუნებას რო იცნობდნენ. მე მიხვდებოდნენ, მაგრამ შოკის მომგვრელი იქნებოდა მაგათთვის დარწმუნებული ვარ. ხო და აქედან გამომდინარე, კი, Global Romance პარტია ნამდვილად არსებობს. მე არ ვამბობ, რომ სოფლიოს მართავენ, მე არ ვამბობ, რომ აბსოლუტური გავლენა აქვს დასავლეთზე, დასავლეთში ინტეგრაცია მეც იმიტომ და რომ ჩინეთის ცვლილების იმედი არ მაქვს, რუსეთის შეცვლის იმედი არ მაქვს, მე მაქვს იმედი, რომ ამერიკაში იმედი არა, უკვე შეიცვალა. და მომავალმა 20 იანვრიდან იქნება ხელისუფლებამ აღიარა Deep State-ის არსებობა, Deep State-ში ვერ იქნებიან კორუმპირებული ადამიანები პატრონების გარეშე და ძალიან ფულიანი და ძალიან გავლენიანი პატრონების გარეშე და ჩემთვის დამატებით ეგეც არის სარწმუნო, რომ რეალურად არსებობენ და ხო, რავი, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ოცნება იძახის ამას, ადამიანები ბლოკავენ გონებას და რეალურად არ ეძიებიან და რო დაივიწყონ როცნება იძახის ამას და ცალკე რო ჩაეძიონ, მე ვფიქრობ თვითონ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოჩენენ ამ ხრივ. ამიტომ ამაზე არ ვთანხმდებით ესე იგი. არა, ასე წელი. კი ბატონო. ვინაიდან ვერ ვეტევით დროში და გამოუცდელობის გამო ძალიან გაგვეწელა საუბარი, მოდი ამოვატრიალოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა იმაზე აი შეიძლება ეს იყოს აი ყველაზე კარგი. ქართული ოპოზიცია. კი ბატონო, ქართულ ოპოზიციას ვილაპარაკოთ, შენ ოპოზიციურად ხარ განწყობილი და საინტერესო შენ დაიწყო. ქართული ოპოზიცია იმსახურებს იმ ხრივ უდიდეს კრიტიკას, რომ მათ მიუხედავად იმისა, რომ შვენიერი პროგრამა აქვთ წინასაარჩევნო და გადავხედე კიდევაც იმ ხუთივე ძირითად პოლიტიკურ პარტიის საარჩევნო პროგრამას, განსაკუთრებით კი ამ შემთხვევაში მე მომეწონა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს გახარიას პარტიის პროგრამა 54 გვერდიანი, მშვენიერი. ეგ იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული ოპოზიცია ასე ვთქვათ გაიზარდა პოლიტიკურად და არ კმაყოფილდება მაგალითად გაზი 5 თეთრი, დენი 10 თეთრი და ასე შემდეგ. ტექნიკურად დაიხოცნა. კი, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი. საჭირო იყო თუ ქართულ ოპოზიციას რამეზე პრეტენზია აქვს, საჭირო იყო რამე ერთიანი ფორუმის შექმნა. ხედავთ ჩვენ არჩევნების დღიდან დღემდე რომ პროტესტი არსებობს, მაგრამ ეს პროტესტი ხალხის დამსახურებაა. ქართულმა ოპოზიციამ ერთადერთი კარგი რაღაც რაც გააკეთა,
ხო არის რომ მათ დაახარისხეს ყველა სამხილი რაც ქონათ გაყალბების, რაც კი შეეძლოთ მოეგროვებინათ და ეს კარგი რამაც გააკეთეს. მაგრამ ესეც საკმარისი არ არის. საჭიროა ისეთი გუნდური მოქმედება, საჭიროა ერთიანი ფორუმი, საჭიროა ანუ აქამდე პრეცედენტი რომ არ ყოფილა ისეთი გაერთიანება თუ აქვთ რამე პრეტენზია რომ შეცვალონ ასე ვთქვათ ხელისუფლება და ასევე დავუმატებდი კრიტიკას ბევრის გამომისმენი ახალგაზრდისგანაც და ძველგაზრდისგანაც რომ ისინი არ აქტიურობდნენ რეგიონებში. ესეც დასახვეწი არის რასაკვირველია არ აქტიურობდნენ მარტო ალბათ ლელოს პარტია აქტიურობდა და ისიც ძალიან ლიმიტირებულად და რა თქმა უნდა ეს არის დიდი ჩავარდნა ჩემთვის ძალიან დიდი ჩავარდნა. კი, ნუ გვარამიამ თქვა რომ კახელებზე აღარ გავიმეორებ ძალიან საშინელი რაღაც თქვა და ჩემი აზრით ზოგან იმიტომაც ვერ ჩავიდოდნენ რომ არც ჩაესვლებოდ ჩემი აზრით, მაგრამ პრობლემა რა არის ქართული ოპოზიციის? ნუ მარტივი ადეკვატურები არ არიან, იმიტომ რომ იაგოს გირჩი ბევრს მოწონს, ბევრს არ მოწონს, მაგრამ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ფაქტებზე. მაგალითად, თუ არჩევნები გაყალბდა, ტექნიკურად როგორ გაყალბდა, ამის რეალური მტკიცებულება ჩემი აზრით არ არსებობს. კი, ესეც ცალკე საკანონმდებლო თემაა და კი ბატონო, მაგრამ კონსტრუქციული კრიტიკა აქვს იაგოს გირჩს. ჩემი აზრით ოპოზიციას თავის პარტაქტივებით და შემდეგ რომ ქონდეს ეს უფრო მეტად მოახერხებდა დაერწმუნებინა ქართული ოცნების ამორჩეველიც, რომ რეალურად ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ომში არ გაგხვევთ, ცხებში წამებებს არ დავიწყებთ და ნუ რეალურად ეს ნაცების შიში რაც არის, შემდეგ თუ ამაზე გარანტიებს მისცემდნენ და შემდეგ ეს მეტად წაადგებოდა ჩემს აზრით. უბრალოდ აი საერთოდაც წარმოსახვაშიც კი არ ვიცი რა ფორმით შეიძლება მაგათმა მოახერხონ ხელისუფლებაში დაბრუნება არა მოსვლა მაგ 4 პარტიამ აი რესურსი არ გააჩნიათ ჩემი აზრით ამისი რა არანაირად ხო და მომავალშიც ვერ ხედავ პერსპექტივას რომ ვთქვა რომ რა შეიძლება გამოასწრო. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ იაგოს გირჩისნაირი პოლიტიკური პარტია მეტი გაკეთდეს ესეთი, იმიტომ რომ ეგენი სალსხად ძალიან კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ. ოღონდ ფინანსური რესურსი უნდა ქონდეთ მაგ ადამიანებს და უნდა ყავდეთ ლიდერი, იმიტომ რომ ლიდერი და პოლიტექნოლოგია უნდა იცოდნენ, იმიტომ რომ იაგო აქეთ ამუნათებს ხალხს რომ რატო არ მოგვიცით ხმაო და ეს არის პრინციპში უნდა გამოხატო რომ გეთანხმები. ხო რა, ანუ კაია მეც ამოვიყვებ. კარგია რომ ამას შევთანხმდით და ოპოზიციის ერთ-ერთი პრობლემა აქ ის არის რომ რეგიონებში ხალხი მიაჩნიათ გოიმებად, ხიხოებად, ქართული ოცნების მხარდაჭერების მიმართ ზოგადად როგორი დამოკიდებულება არის ამაზე არ შეგეკამათები, ვიღაცები დამთანხმებიან, ვიღაცები არა და მე ვფიქრობ რომ რეგიონების განსაკუთრებული ის აქვს რომ საქართველოში რო არიან რაღაც სვეტკი საზოგადოება და კი ბატონო იქ რაღაც მარინაკანი ძალიან მაგარ ფოტოებს იღებს და ვიღაცა ქართული ოცნების მხარდამჭერს რომელიც 60 წელს შეიძლება მშვენივრად აზროვნდეს, მაგრამ ისეთი ფოტო უდევს პროფილის იმაზე საფლავის ქვა გეგონება რა და ანუ და ვიღაც სათვალეებით რაღაც ეკლესიასთან ისეთი და რაღაც და შთაბეჭდილება იქნება რომ ვითომ რაღაც აზროვნება უჭერთ სისულელია ხო და მაგას ვიძახი რომ ანუ მაგ ხალხზე არის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერთი რომ უნდა მიხვდნენ რომ არიან რეალურად ჭკვიანები, რწმენა უნდა ქონდეს შენი ხალხის და შენი ქვეყნის გულისცემა უნდა გესმოდეს და მე ვფიქრობ ივანიშვილს ეს ესმის და მაგიტო არის ელმატადორი. გასაგებია. ეს ხათი ქართული პოლარიზაცია სახელმწიფო გატრიალებს ბრალდებით აკობილია. აი ეს ჯობია. აქტუალურია. დასავლეთ სანქციები ხო ეს მოვატრიალე კი. ეს ყველაზე მეტად აქტუალურია დღეს ერთ-ერთი. ზოგადად დასავლეთ. აქციებზე ძალიან ბევრი მართლა გულანთებული ადამიანი დგას და აბსოლუტურ რაღაც წმინდანებად აღიქვავენ იმათ და კრიტიკულად არ უდგებიან. შეიძლება მართლები არიან ამ სანქციებში. უბრალოდ ესენი თავიდანვე კრიტიკულად არ უდგებიან, რომ იქნება და უსამართლო არის ის განცხადებები, რაც არის. თუმცა ეხლა მედიას იმხელა გავლენა აქვს ის ჩემი აზრით ქართული ოცნება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში დარჩა და ქართული ოცნებას ჰქონდა ჩემი აზრით რესურსი, რომ ზელენსკი არ გადაემტერათ და მე ვფიქრობ, რომ მის ხელისუფლებასთან არ უნდა მოსულიყვნენ ესე დაპირისპირებაში, რომ პრორუსად მოეხსენებინა იმას, მაგრამ იმის თქმა უნდა, რომ ეს მედია და ყველაფერიც მათზეც ახდენს გავლენას. კარგი, მე ვიტყვი, რომ დასავლეთის სანქციები ამ შემთხვევაში საქართველოს ჭრილში არის მკაცრად ასე ვთქვათ წამოყენებული და მინდა რომ გაიგოს თვით ქართული ოცნების ამომრჩევლებმაც ეს არის თვითონ ქართული ოცნების ელიტის წინააღმდეგ. ეს არ არის არც ქვეყნის წინააღმდეგ და არც მაგალითად ვინმე ბიუროკრატის წინააღმდეგ ტყიბულის საკრებულოში მაგალითად. უცბად შეიძლება მილიონ ასოციაციასმა კაცმა შემოხაზა ქართული ოცნება, 790,000 კაცმა შემოხაზა კოლექტიური ნაცმოძრაობა. მილიონ და შენ მეუბნებოდი 300,000 ხმა გაყავდაო. მილიონ ასოციაციას რო 300,000 გამოაკლო არის 800,000. ანუ ხალხის მხარეს დადექით რო ეძახიან
ქართულ ოცნებას თქვენივე ლოგიკით უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს და როდესაც ამ ელიტებს ასანქცირებ, ამ ელიტების უკან არის ხალხი. ივანიშვილმა გასაგებად თქვა, რომ მე ჩემი პირადი ჯარი არ მყავს, ჩემი პირადი პოლიცია არ მყავს. ეს ხალხის ნდობა არის ჩემი მთავარ ძალაუფლება. გასაგებია ჯერ ერთი ეგეც სადავა 1,100,000 საიდან მოწმეს. 800 იყოს, 800 იყოს. ეგეც ძალიან სადავა ამ არის, მაგრამ 800,000 კაცს ხო გასაგებია, მაგრამ მე ვლაპარაკობ დასავლეთის სანქციების ჭრილში. ჯერ ერთი ქართული ოცნების სამორჩეულის 1%-საც არ აინტერესებს ქართული ოცნების მისი პარტიის წევრები დასანქცირდებიან თუ არა. მაგრამ ამ სანქციები ხომ მოახდენს გავლენას მათ პოლიტიკურ გაწყობლებებზე? არანაირად, ეგეც კი არ აინტერესებთ ჩემი აზრით. ვინაიდან ეს სანქციები არის სანერვიულო ზუსტად ქართული ოცნების ელიტისთვის და არანაირად არა სანერვიულო არც ჩემთვის, არც შენთვის, არც თვითონ 51-ის შემოხაზულისთვის. ინერვიულო ზუსტად ამ ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ. სანქციები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანქციები არ არის არც ქვეყნის წინააღმდეგ რო იყოს ტარიფებსაც დაადებდნენ, ან იმპორტზეც იქნებოდა სანქციები, მაგრამ ეს ასე არ არის. ასე რომ, როდესაც ვლაპარაკობ დასავლეთის სანქციებზე, ეს არის პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. არა, პოლიტიკური პარტია არ ნიშნავს არც ხალხს, არ ნიშნავს არც სახელმწიფოს და არც მთელ ქვეყანას ან მთელ ცივილიზაციას. ეს არის პოლიტიკური პარტია. რომელიც კაცრად არის დასანქცირებული. რომელსაც წონა აქვს ხალხის მხარდაჭერის გამო. რაღაც ვერ ხედავ მაგ წონადობას, მაგრამ ეგ არის გასათვალისწინებელი. ეგ არის გასათვალისწინებელი. შენი არა უნდა. ხო. კაი, შემდეგს გადავიდეთ. ყოველაშვილს უბრალოდ თქვა რა. იმიტომ რომ ჩვენ ამ გადაცემაში რომ მოვედით უბრალოდ გაცნობითი ხასიათის ის რო იყო. კარგი, შეგიძლია დაიწყო. მაქედან რომ გავედით, შენ მითხარი რომ ყოველაშვილი წარადგინესო და ორივეს გაგვეცინა მახსოვს. და მე მაშინ ის თქვი, ოღონდ ეხა ეგრე არ ვფიქრობ, ღარიბაშვილის ჯობდა თქვი მაგას თქვი მახსოვს. მაგრამ ეხა ეგრე არ ვფიქრობ, ყოველაშვილის თქვი სხვათა შორის ეგ. მე თქვი რომ ანუ ყოველაშვილი როგორი კანდიდატია შენ აზრით? როგორი კანდიდატი? ეხლა ამწავს ხოლმე. ჩემი აზრით ეს ადამიანი არის აი ეს უცბად არჩეული. ჯერ ერთი კონსტიტუცია და შემისწორეთ თუ უცდები კონსტიტუცია კასრად განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტის არჩევა არ შეიძლება მმართველი პარტიიდან, რომელსაც უპყრია, ასე ვთქვათ, მთავრობა, ხო? უნდა მოხდეს სხვა, უნდა იყოს დამოუკიდებელი. ყაველაშვილი არის, არა, ეგ ირჩევა თვითონ პრეზიდენტი. ყაველაშვილი არის ხალხის ძალის პარტიის, ასე ვთქვათ, წევრი. რომელიც არ არის ქართული ოცნება თუ დაუჯერებთ არა და კოლექტიური ქართული ოცნება. ხო, და მაგიტომაც თუ დაუჯერებთ ივანიშვილს და ასეც არის მისი ხარდა, ასე ვთქვათ, ხელდასმით მოხდა ყველაფერი. ეს არის ჰაბიტუსით ქართველი ადამიანი, რომლის არანაირი გამოსვლება არაა საჭირო, არც მისი განათლებაა საჭირო, არც მისი კავშირებია საჭირო, არც პოლიტიკური კულტურაა საჭირო, უბრალოდ გავს ქართველს ალბათ და მაგიტო. გავს და ხო, თუნდაც გავდეს ან არ გავდეს. ჰაბიტუს ნაწილს შევეთანხმება თუ ბიზნესს. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანი უბრალოდ არის არჩეული იმიტომ, რომ ადვილის სამართავია და ეგ არის და ეგ. მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ ქართულ ოცნებას აერჩია კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა კემბრიჯის განათლება. თუმცა ძალიან უწუხარო, რომ ამის რესურსი ვერ გამონახეს, ეს რა თქმა უნდა ცალსახად არის პრობლემა, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ყაველაშვილის პრეზიდენტობას დიდ პრობლემად არ მარტო იმიტომ არ ვხედავ, რომ პრეზიდენტის გავლენები რაღაც ძალიან ისეთი არ არის, ძირითადად დიპლომატიური დანიშნულება აქვს. უბრალოდ მე მჯერა, რომ ზურაბიშვილი თავის განათლების მიუხედავად ერთ-ერთზე რო დაждდეს ყაველაშვილთან, ძალიან მჯერა ამისი, იმიტომ რომ ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ საუბარი არ შეუძლიაო და მე უსმინე ინტერვიუს ყაველაშვილს ჩვენებურად საუბრობდა. ეხლა მე მგონია, რომ უშუალოდ ზურაბიშვილის საუბარში საჯობებს და მე ვფიქრობ, რომ დებატებში საჯობებს. მარგველაშვილსაც იგივე ვფიქრობ, რომელსაც შეელო სააკაშვილის შეწყალება არ შეიწყალა და მე აქციებზე დადიოდა იმის გათავისუფლების მოთხოვნის და ნუ სააკაშვილი პრაიმში საუკეთესო პრეზიდენტი იყო, მაგრამ სააკაშვილის დღეს ასევე ჩაისვავს ჯიბეში დებატებში დარწმუნებული ვარ და ერთ რამეს დავამატებ. არცი დიდი ტრაგედია ამას. ერთ რამეს დავამატებ, როგორ შეიძლება ჯერ ერთი დებატებში ყაველაშვილმა ვინმე ჩაისვოს, როდესაც თვითონ წარდგენის დროს და როდესაც თავი ის იყო, ანუ ასე ვთქვათ, ინაუგურაციის დროს, ეგრეთ წოდებული ინაუგურაციის დროს, რომ უკანკალებდა ხელი, ხო, ანუ როდესაც ესეთ მდგომარეობაში გიკანკალებს ხელები და წაკითხულსაც კი ნორმალურად ვეკითხულობ, როგორ უნდა დაждდე ვინმესთან დებატებში და ასე
ძალიან მყარი არგუმენტებით ილაპარაკო და არ გადახვიდე გინებაზე. საინტერესო. თუმცა როცა შეიგინა მაგ ადამიანს დარწმუნებულად წარმოდგენა არ ქონდა, რომ ოდესმე საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა და ვიცი არ ქონდა წარმოდგენა კი. და ეხლა ვფიქრობ, ვფიქრობ, რომ ეხლა ჩემი აზრით ჯერჯერობით რაც დაიწყო ჯერ გამოჩნდა სახელმწიფო ლოცვა იყო და იყო ასევე ეკლესიაში იყო ასრულებრივი კადრები. ყველა შეუძლია კი. სრა არის დაკავებული ადამიანები. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ მაგაზე, იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებით ძალიან ემოციური ადამიანები ვინც არიან დღეს, ქოერებზე უყენიათ ამ ადამიანების ფოტოები და მნიშვნელოვანია რომ მაგასაც შევეხოთ. სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული ადამიანები. იმ ადამიანებს ესაუბრე, რომლებიც დააკავეს 28 ოქტომბრიდან დღემდე აქციებზე მდგარი ხალხი. ჯერ ეს ერთი უნდა გამოყო ის ფაქტი, რომ გადატრიალების ბრალდებით რომ არიან დაკავებულები. არ იყო მცდელობა. არანაირად არ იყო და ვიტყვი რატომ და როგორ. გადატრიალების ბრალდება არის ძალიან მძიმე ბრალდება კონსტიტუციითაც და რა თქმა უნდა სისხლის სამართლითაც. ამითი ქართული ოცნება ცდილობს წარმოაჩინოს ჩვეულებრივი ახალგაზრდები, ანუ ჩემნაირი ხალხი, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. წარმოაჩინონ ესენი დემონებად, წარმოაჩინონ ისეთ რადიკალებად, ჯერ ესეთი სიტყვა რადიკალი ცუდი არ არის, მაგრამ რატო იყენებენ უარყოფითად ვერ ხვდები. წარმოაჩინონ რაღაც ასე ვთქვათ დემონებად, მართულებად, თითქოს 100 ლარი ერიცხებათ ყოველ ასე ვთქვათ აქციაზე. მე ვიტყოდი რომ ამითი ქართული ოცნება ცდილობს გულწრფელი პროტესტი ჩაახშოს და ასევე ცდილობს გულწრფელ პროტესტს მისცეს ისეთი ნიშა, ისეთი თვისება, რომ თითქოს მართლა გადატრიალებაზე საუბარი. არა და რომ წახვიდე მიტინგზე და თითოეულ მათგანს კითხო, რისთვის გახარ აქ? აზრს გეტყვიან. იმიტომ კი რას გეტყვიან მაინტერესებს. აზრს, რისთვის დგანან. არ მომწონს მაგალითად ქართულ ოცნებას. უკვე აზრი არის. იქ არც ვინმესთვის დგანან. არც რაიმე პოლიტიკური პარტიისთვის, არც პოლიტიკური იდეოლოგიისთვის შენი აზრით, იქ კომუნისტებს და ასე ვთქვათ, ეგეთ ხალხს ვერ იპოვი, იქ იპოვი საშუალო კლასს. ეგრეთწოდებული middle class. ასე რომ ეგ არც რევოლუციას გეტყვის მინდაო. შეიძლება მე და შენ ვფიქრობდეთ ეგრე, მაგრამ იქ არც გეტყვის რევოლუცია მინდაო, არც სამოქალაქო ომი, არაფერი სისულელე. მაგრამ სამწუხაროდ ქართული ოცნების ზოგიერთი ამომრჩეველი ისეთებს აძახებს ამ ხალხს, აი ვერ ვიგებს აქ ამხელა ბოხმა და სისხლის საიდან. მაგრამ რა მაინტერესებს, უშუალოდ ვინც დაიჭირეს? ყვილად დაიჭირეს თუ მე, იმიტომ რომ ერთი ხუთჭა ბიჭი ვნახე ვიდეო, პოლიციას როგორ გადაარტყა ჯოხი და მე ვფიქრობ ამის გამო იმსახურებს დაჭირეს. არა? იმსახურებს თუ არა ეგ სასამართლომ განსაზღვროს და ჩვენ განსაზღვროს. მე მერჩინ არ გადაერტყა რა თქმა უნდა. უამრავი არის დაჭერილი, რომელიც აი ასე უბრალოდ აი ესე შეიძლება აქტიურობდა, უამრავი დაჭერილი, რომელიც აი არაფერ შუაში იყო. და უამრავია დაჭერილი, იმიტომ რომ გადაუღეს და არ მოეწონათ ალბათ. უამრავი დგას, იღებენ ასე მომიტიკებს, არ მოწონთ საფესზე და იჭერენ. თანხმდები თუ არა, მე გადავწყვიტოთ რომ. ხო, სამერ გადავწყვიტოთ. ვინც შეიძლება ტყუილად დაიჭირეს, მარტო იმიტომ რომ აქტიურობდა და კაი, თუნდაც იგინებოდა, კი ბატონო, თუ მაგის გამოც დააკავეს და რაღაც მე მექნება სულ რომ ეგ ადამიანები გათავისუფლდნენ და დაფიქრდნენ იმაზე რომ სხვა დროს ცოტა უფრო თუ მშვიდობიანი აქცია ყოველ შემთხვევაში რომ ემოციების გამოვლენისგან თავი შეიკავონ ემოცია გამოვლენო ყვირილში პერფორმანსებში მაგრამ უშუალოდ სამართალდამცავებთან იყვნენ მეტად ფრთხილები მაგრამ ვინც ისროლა ქვა ვინც ისროლა მოლოტვი და შეურაცხყოფაზე არ მაქვს ლაპარაკი და ვინც ფიზიკურად გაუწია სამართალდამცავს წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა რა თუ გაკავებენ მაგ დროს აფექტში ადამიანი და შეიძლება ხელს მოიქნია შიშისგან და ამ ნაწილშიც ამ შემთხვევაშიც უნდა მოხდეს კარგად გამოძიება და ნუ ჩემი ხა კანონიდან სულს, მაგრამ ჩემი ადამიანური განუცხადებით ვფიქრობ, ეგ ადამიანის სიცოცხლეა თავისუფლებას. მაგრამ დანარჩენები აი ეს ვინც მართლა ქვების ისრო და ვინც ზიანს აყენებდნენ სამართალდამცავებს ეს ადამიანების რეჟიმის ტყვეები არიან თუ უბრალოდ დამნაშავეები არნერთ არ არიან ჩემი აზრით დამნაშავეები მე ასე ვიტყვი ჯერ ეს ერთი აი კადრი არსებობს მე მიდევს მასე აი ჯოხი გადაარტყა ხუთჭა პოლიციას არ არის დამნაშავე ვიტყვი ქმედება იწოს უკუქმედებას ნებისმიერ პროტესტში სადაც არ უნდა იყოს ეს ევროპა იქნება აზია თუ მარსი მნიშვნელობა არ აქვს იქ შენ ვერ იპოვი ხალხს, რომელიც ასე უბრალოდ იდგება და მისცემს უფლებას ყველგან არიან დამნაშავეები. სამართალდამცველს ქნას ის რაც უნდა. ყველანაირი უფლება აქვს მოქალაქეს გამოიყენოს ყველა, ასე ვთქვათ, იარაღი იმისთვის, რომ არ მისცეს თვითონ ამ ძალოვანს, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და შედგება ფეხზე შენზეც, რომ ასე მოგექცეს. ეხლა ჯერ ერთი მოლოტოვებით, რამდენიც ისროლეს, სამი ისროლეს მგონი, ერთი და იგივე კადრებს ატრიალებენ, არც არავინ დამწვარა და დაფუფქულა.
იმ ქვებით, რომელიც ისწორეს ჯერ ერთი ფარებით ყოლად არა აქ იმ ძალაონებს, თავისუფლად იცილებენ. არანაირი ისეთი დაზიანება არ ქონიათ, არც მოტეხილობები ქონიათ, არც დაბრმებულან, არც თავი შესამ გავრცელა კადრები, რომ დაზარალდა ხალხი. ხო, არც თავი გაუტეხიათ რომელიმე ძალაონისთვის, მაგრამ აი სამი მათგანი, რომელიც ეხლა ერთი არის ხელნურ სუნთქვაზე შეერთებული, აი იმას იმ ხელნაკერი დაადეს, რომ ნახო ალბათ სურათი გული გაგისხდება. მაგრამ შენ მოუწოდებდი თუ არა, ნუ ამაზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ მოუწოდებდი თუ არა აქციის მონაწილეებს? არ მოუწოდებდი. მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ. რა თქმა უნდა, თავიდანვე მშვიდობიანი იყო, მაგრამ არ მოუწოდებდი. ჯოხის გადარტყმა მშვიდობიანია? ხო და მაგას ვიტყვი, არ მოუწოდებდი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ძალაონების იწევს ბუნებრივ უკუქმედებას. ძალადობა, რა თქმა უნდა, ძალადობით დაგიბრუნდება, მაგრამ მშვიდობიანად თუ იდგები და ძალაონი არ დაიწყებ, ასე ვთქვათ, მობილიზებას და შემდეგ სამი მხრიდან არ ეცდები, რომ ალყაში მოარტყა მომიტინგეები. არანაირი პრობლემაც არ ექნება. აი შეხედე. ბოლო 1-3 კვირა მაინც არანაირი დარბევა არ ყოფილა, არანაირი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აქტიური გამოვიდა ციხიდან. მე ხო, იმიტომ რომ რეიდები მოაწყო შესსმ და ჩერესეთი რა უშლის ხალხს თავიდან რომ ფეირვერკი, ანუ იგივე ხლაპუშკა ეგრეთ წოდებული იყიდოს. არ უშლის არაფერს, მაგრამ გასაოცარია ზუსტად ეგ რომ მას შემდეგ რაც პოლიტიკური პარტიების და ეს ოფისებიდან რომ ამოიღეს ეგენი. ხალხ შეელო ვაგზალზე იყიდა ხლაპუშკა გამოსულიყო და ისროლა, მაგრამ რატომაც აღარ ვიხილეთ? რატომ არ იხილეთ? იმიტომ რომ ორგანიზებული არ იყო და ხალხში ბუნებრივად არც არსებობს ამის. ორგანიზებული არ იყო, არც იყო, ეს იყო სპონტანური. იმიტომ არ იხილე, რომ ხოსტარიასთვის სპონტანური იყო შეიძლება. დამაცადე. იმიტომ არ იყო, რომ არ მომხდარა ისევ სპეცრაზმის და ტიტუშკების მობილიზება და არ მომხდარა ისევ ხალხის ცემა, იმიტომ რომ ნახეს ასეთ რამეს რო აკეთებენ, უარესად უბრუნდებათ. და ჯოხის გადარტყმა კი არა, უნდა ილოცონ, რომ უარესი არ მოხდეს, იმიტომ რომ ხალხის ძალას სხვა ძალა აქვს და ეხლა ეს ძალაონები რისთვის დგანან იქ და პატრიოტები არიან თუ არა, ეგ სხვა საკითხია. ხარდაჭერა. კარი, მოდი გადავიდეთ შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალის გადამეტებებიც იყო და ამას ქართული სისტემის ხარდამჭერებიც აღიარებენ და ძალიან ბევრი შეშფოთებული. ქართული სასამართლო. ბოკერიამ თქვა ეს საინტერესო რაღაც, რომ ნაფიც-საჯულთა ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს და მე ამას აბსოლუტურად ვთანხმები. ის რომ რუსიძე იწვევს უამრავ შეკითხვას, ესეც ლოგიკური მგონია, ვინაიდან წინა რეჟიმის ქვეშ იყო, ნუ ფაქტობრივად რუსიძეს მაშინ რეალური გავლენები არაფერი არ ქონდა, უბრალოდ იჯდა იქ და რეალურად სულ პროკურატურა წყვეტდა, ხო ადეიშვილი ყველაფერს, ეს ჩვენ ვიცით და ივანიშვილმა თქვა, მე უბრალოდ გავათავისუფლებ, მაგრამ მაინც სამართლიანი მგონია ამაზე წუხილი. და კი ბატონო, რო რამე რუსიძე რო გადააყენონ ამის წინააღმდეგი მე არ ვიქნები, სასამართლო რეფორმა აუცილებელიც მგონია. მე ვფიქრობ, წინა ხელისუფლების დროს უფრო ცალსახა იყო სასამართლო იყო მიკერძობილი ვიდრე დღეს, მაგრამ ვიტყვი, რომ ჯერ ერთი არაფერი შეცვლა სასამართლოს მხრივ, რაც კი ალბათ გამსხურდიას თავრობა დაემხო იმის შემდეგ, ქართული სასამართლო არ არის სინამდვილეში ისეთი შვენიერი, როგორც წესით უნდა იყოს. არ არის ცალკე ხელისუფლება, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული, არის უბრალოდ ყველა ხელისუფალის, ასე ვთქვათ, ბერკეტი, იქნება ეს შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი. უპირველესი რაც ყოველთვის მახსენდება ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს, ასე ვთქვათ, საქციელი, რომლებმაც არც კი მიიღეს სარჩელი არჩევნების გაყოფებასთან დაკავშირებით, კი არ განიხილეს, სარჩელიც კი არ მიიღეს. და რატომ არ მიიღეს, გახარია მკითხა და ნუ არანაირი პასუხიც არ იყო. ასე ვთქვათ, ამიტომაც არანაირი, ასე ვთქვათ, საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ქართული სასამართლო არის კაცრად, ანუ ოდნავ მაინც დამოუკიდებელი, როდესაც ვერ ვხედავ მათი ქმედებიდან დამოუკიდებლობას. ოპოზიციურად განწყობილმა ხალხმა საინტერესო თემა მართლა თქვეს, რომ აი ყველა მოსყიდული არ ყოფილა მოსამართლეებიო და ადამიანი რომელმას თქვა რომ გაჟონაო, მაგას დაუკრეს ტაში რა. და მე მაგის მეუღლემას თქვა რომ ტორტი უნდა ისაუქნა რო გამო ხო ერთ-ერთი რეგიონის მოსამართლე. და ნუ ეხა ქართული სისტემის ხარდამჭერები ცალსახად ვფიქრობთ რომ ეგ ადამიანი იყო ნაცი რატო გაჟონა კი ბატონო, მაგრამ რა შეცდებ იმ კონვერტში, ხო? ის მაინც ნუ ცოტა ვირეში მაყობა ამან, იმიტომ რომ შეცურებას რო სანამ შეცურებას დაიწყებს ბოლომდე არ იფარება, მაგრამ შეცურებას რო დაიწყოს მაგ დროს რომ მიაჭირო საერთოდ ვერავინ ვერ დაინახავს მაგას რა. ნუ მაინც საკამათო თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აღმოჩნდა რომ ეგ და მე ჩემი აზრითაც ეგ გადაწყვეტილება იყო მიკერძობილი პოლიტიკურად. აი შეხედე ერთადერთი მოსამართლე აღმოჩნდა და ისიც ნაცი არის, ხო? ნუ იმიტომ რომ ხა მართლა ეს ოპოზიციური მედიის ნუ ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში როგორ უნდა დავწუნდეთ რომ ახალი მოსამართლე არც ნაცი იქნება, არც კოცი ამდენად პოლარიზებული და ამდენად პოლიტიზირებული ხო და აი ზუსტად მივიდივართ იმ დასკვნამდე რომ არ არის ქართული სასამართლო დამოუკიდებელი. აი ზუსტად მაგრამ ნუ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ივანიშვილს ძალიან რომ უნდეს ხო, მაგრამ უყურე ხალხი ჩვენ მამაზე ადრე შევთანხმდით და მე მგონი გვაქვს შანსი რომ კიდე დავუმატოთ.
რომ ხალხი რო ირჩევს შვეიცარიაში თუ ვსწრები ხო ეს? პირდაპირ დემოკრატია კი, ეგ არის. მოსამართლების არჩევას. ხო, პირდაპირ დემოკრატია. ხალხმა რო აირჩევს მოსამართლები, ხა ევროპელები მე რას თქვი? ჯერ იქამდე მივიდეთ და მე რა ხო, სიტყვები ანუ ამაზე ხასხებით, რომ ნუ ნაფსაჭულთა ინსტიტუტი რო უნდა გაძლიერდეს უფრო ამაში კი, კი, შეგვიძლია მაშინ დავდოთ. და ხალხი რო უნდა ირჩევდეს და ეს რომ კი ბატონო. კაი, იცი რა ვქნათ, ერთი საკითხის და დავამთავროთ. ოღონდ რომელიმე ისე. მომავალზე რო ვილაპარაკოთ, მაინც ხა ძალიან ბევრი მოგვისმინეს და რომელია ეგეთი მაგრამ. რეებში თანხდებით ან მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს განათლების სისტემა, მე ვფიქრობ, რომ ფინური მოდელი უნდა შემოვიტანოთ, თუნდაც უნდა დავხოცოთ, ბევრად უფრო ინტერაქციული უნდა გახდეს განათლების სისტემა, მე ვფიქრობ, ის ოპოზიციას ქონდა ეგ იდეა, რომ სამშვენიერი იდეა იყოს ხო შორის რომ უფასოება ყოფილიყო სკოლებში ბიუჯეტურად რა ეხლა ამჟამად ბიუჯეტის განათლების ბიუჯეტი რაში ხარჯება და შემდეგ მე ვაღიარებ რომ წარმოდგენა არ მაქვს სამწუხაროდ და მომავალში ვაპირებთ რომ ჩავეძიოთ ამ ყველაფერს მართლა რეალური კონსტრუქციული კრიტიკა ვაწარმოოთ თუნდაც განათლების სისტემის მიმართ და ჯერ ვაჩვენთ გზა თუნდაც მართლ გუნდს რომ ეს რეალურად შესაძლებელი ამიტომ ამ კომპანიიდან შეიძენთ ამას ამდენად და შემდეგ და ნუ განსაკუთრებული შეთანხმებებით შეიძლება დაიდოს ხო ანუ ხო და ამ ნაწილში მეთანხმები რომ სამოქალაქო სექტორი უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს იმაზე რა გეთანხმები აბსოლუტურად კი ხო განათლების სისტემა ფინურ მოდელზე მეთანხმები მოკლედ თუმცა კიდევ უფრო უკეთ შეიძლება შევთავაზოთ სოფლის მათში აი განათლება წმინდა ასე რომ მაგაზე ვინ უნდა დაგეთანხმოს ჯერ ეს და ხო ნუ ბავშვები ხო რა რომ კარგი გაჭირულ თუნდაც ბავშვებს განათლებაზე ქონდეთ ცუდო რეალური აქედან ავიღოთ კიდე მომავალზე მოდი თქვი კიდე რას შეცვლდი რა რეფორმას გაატარებდი და იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ ივანიშვილის ინტერესებში ღარიბი საზოგადოება იმიტომ რომ ამბობენ რომ აი ოლიგარქია ღარიბი საზოგადოება აწყობს იმიტომ რომ ადვილად მართვადია მაგრამ მე ვფიქრობ რუსეთს რომ არ დაუწყებს სანქციები ძალიან ბევრი გამდიდრება ხო ჯერ ეს 1+1-ია ეგ რომ ღარიბი საზოგადოება მუდმივად ყოველთვის ადვილის სამართავია მithumetes გაუნათლებელი მაგრამ იმიტომ რომ ივანიშვილმა არ დააწესა სანქციები ბათუმში ძალიან ბევრი ფული შევა და ვიტყვი ოცემამაც მოიკვირა. ვიტყვი ერთ წამით და შეგვიძლია ამითი დავასრულოთ კიდევაც. ის ფაქტი რომ ქართული ოცნება არც კი მოქმედებს იმისთვის რომ ესეთი იდეალური გახადოს განათლების სისტემა და პირიქით უარეს აკეთებს და იღებს და იგი ოპოზიციის ბრალია. იმიტომ რომ არა ოპოზიცია თამასას ადგენს სანდრო. ოპოზიცია იმდენად სუსტია რომ კიდევ უფრო უარესები შეუძლიათ ოცნებას იყვნენ, მაგრამ არ არიან. დავასრულებ. უარეს აკეთებს იმითი რომ არ ხდება არც ინოვაცია, უარეს აკეთებს იმითი რომ არ ხდება უკეთესი სასწავლო მასალის კიდევ უფრო გაუკეთესება თუ შეიძლება ითქვას, არ ხდება მაგალითად გამოცდების უფრო დიდი ძალის შეძენა ამ გამოცდებისთვის. ეროვნულ გამოცდებიდან საერთოდ ზოგადი უნარები ამოიღეს, რაც დიდი ტრაგედიაა ჩემთვის. ანუ განათლების გარდა კიდე რა რეფორმებს? ხო, განათლების სისტემის გარდა მე და ვიტყოდი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, აწაგებენ მუდმივად NGO-ებს, როდესაც ზუსტად მათი წილი და დასავლური კომპანიების წილია ლომის წილი. ეხლა ვნახოთ როგორ გააკეთებს ქართული ოცნება ასეთ მეგა პროექტებს, მაგრამ ტენდერები რო უფრო გამჭირვალე იყოს მაგალითად, იმიტომ რომ მე წერტილის ხო, კი, მე თვითონ არ მომეწონა როგორც გაკეთდა. არც მე მომეწონა და კი ტენდერებში არის ჩემი აზრით უდიდესი კორუფცია, თუ სადმე კორუფცია საქართველოში ეს არის ტენდერებში. უფრო გამჭირვალე უნდა გახდეს, რატო არჩევენ კონკრეტულ კომპანიას, რაში იხარჯება ის ფული? ხო, ეგ იქნება მთავარი. კარგი, სამი დათანხმება მაშინ. სამი დათანხმება, სანდრო, მადლობა. იმიტომ რომ პირველად გამოჩნდი კამერების წინ და ამას გამბედაობა ჭირდება და არა მარტო ინტელექტუალს ადამიანში ადამიანში გამბედაობასაც აფასებ და სულ რამდენი საკითხი განვიხილოთ თუ არ ვიცი მე უნდა დავითვალოთ მაგრამ იმდენი ვილაპარაკეთ რომ იმედია თუ ხო ვილაპარაკეთ ბატონო ვილაპარაკეთ ძალიან მომწონს ზოგადად ასეთი ფორმატები ვისურვებ რომ კიდევ უფრო ჩვეულებრივი მოქალაქეები მოიწვიოთ განსხვავებული აზრით და აჯინოთ ასე ალბათ სხვა ფორმატით წარმართოთ მაგრამ ალაპარაკოთ მოკლედ და გააგებინოთ ჩვეულებრივ ხალხსაც რომ მარტო ერთი და იგივე სახეები და ერთი და იგივე პოლიტიკოსები არ არის მარტო ქვეყანაში ხო არიან ჩვეულებრივი ხალხი ჩვეულებრივი მართალი ნამდვილი მიწიერი აზრები ერთად პირველ რიგში უნდა მოახერხოთ საუბარი და შემდგომ თუ აწმოზე ვერ ვთანხმდებით, მომავალში რა გვაერთიანებს იმაზე ვკონცენტრირდეთ და საერთო ძალებით იქნება ეს ხელისუფლების კონსტრუქციული კრიტიკა თუ სხვა, საერთო ძალებით ავაშენოთ უკეთესი
მომავალი, იმიტომ რომ რაც ხდება დღეს თუნდაც ქუჩაში და რასაც ზოგ-ზოგიერთი ძალები ამას აკეთებენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის აქ, იმიტომ რომ პასუხობენ, ხო? ხალხმა უნდა ვითავოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის გაერთიანება რაღაც ისეთი პოზიტიური საკითხებისთვის, რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვის. იმიტომ რომ მე მჯერა რომ ოპოზიციურ ამორჩევლსაც ისევე უყვარს ქვეყანა, როგორც ხელისუფლების ამორჩევლს. მართლა მჯერა.